მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდები მოიგო მერაბტოლის შუმა. სულ იყო 5 რაუნდი. შესაბამისად 3 უფრო მეტია ვიდრე 2. თუნდაც ეხლა თუ ვიღაცა გვისმენს და ამავდროულად ხვალდილას მიდის და MMA-ზე ვარჯიშობს, შეიძლება ამ ბრძოლამ ამ ადამიანს რაღაცა გზა ისე გაუკვალა, რომ სხვა ალტერნატიულ შემთხვევაში საერთოდ სხვაგან ყოფილიყო. და აქ კონტექსტი იმდენად მრავალშრიანი იყო, ხო რა, სპორტული, პოლიტიკური, სოციალური, პირადული მოგესალმებით, ეს არის კლუბი ნომერი 4. კეთილი იყოს თქვენი მოგზანება კლუბში. ზურა, როგორ ხარ თუ არ მინდა რომ კითხო. ჩანს. იმიტომ რომ ჩანს. მოდი პირველი რაღაც მინდა რომ დავაფიქსო. ჯერ ერთი მადლობა მინდა გადაუხადო პაბნალის რომელმაც გვიმას პინძლა და შემდეგი სიტყვები რასაც ვიტყვი ეს არის ნალის კრიტიკა. კმაყოფილი ვარ ყველაფრით ძალიან კარგი პერსონალი აბსოლუტურად მეგობრული მიდგომა უბრალოდ ყველას აქვს თავისი მიდგომა თავის საქმის მიმართ და პირადად ჩვენი შეცდომა იყო ის რომ რაღაც ფასებთან დაკავშირებით ლუდის იქნებოდა ეს თუ კარტოფილი ფრის თუ რაღაცნაირად ჩვენ უნდა გავეფრთხილებინა და წარმოდგენა მაინც შეგვექმნა რა იმას კი არ ვამბობ რომ რაღაცა საშინელი ფასები ძვირი იყო იმასთან შედარებით, რაც რა მოლოდინიც ჰქონდა. შესაბამისად, მე იქ ბიჭებსაც უთხარი, რომ მეთქი მოგვივიდა ეგ ათდენა, ეგ შეცდომა, რაღაცნაირად უნდა გწოდნოდა და მოლოდინიც შეგვექმნა თქო, იმიტომ რომ სპორტის საყურებლად შეკრებილი საზოგადოება არ არის საზოგადოება, რომელსაც უნდა რომ რაღაც ეგზოტიკური ლუდი დააგემუნოს და გადაიხადოს 22 ლარი ერთ იმას კი არ ვამბობ რომ ის ლუდი არ ღირს 22 ლარი უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას ასე შემდეგ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნალის უბრალოდ ხო რა სხვა ხალხი ვართ სხვაგან ვართ სხვა პრიორიტეტები გვაქვს და პირობას გაძლევთ რომ გარდა ფასის ბილეთის ფასისა რომ ჩავატარებთ ყველა იმ პროდუქტის ფასი ეს იქნება სნეიკი, ჰოთ-დოგი, ფრი ლუდი, ყველაფერს წინასწარ გეტყვით და აბსოლუტურად წარმოდგენა შეგექმნებათ, რომ როგორი ბიუჯეტით მოხვიდეთ ჩვენს შემდეგ ივენტზე. ჩვეულებრივად გამჭვირვალე პროცესი იქნება და ამასთანავე ძალიან კარგი არის და ძალიან კარგი არის, როდესაც ეხა ემოციები რაც ერთად ყურებას მოაქვს არის იმდენად აღმაფრთოვანებელი, რომ მე ყველაფერი გავიწყდება. უბრალოდ ჩვენ იმდენად იდეალისტურად უყურებთ ამ ყველაფერს ამ ერთიანობას და ასე კლუბ 4-ის გაერთიანების ფენომენს, რომ ჩვენ ბოლომდე კი ბატონო, ანუ ხო რაღაც საჩივრები კი არ შემოსულა, რომ უბრალოდ მე რაღაც ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ქართველი თბილისელი ბიჭი ვარ, რომელიც რაღაც ვიცი რა არის ძვირი საშუალო სტატისტიკურისთვის, რა ვიცი რა არის იაფი და რა უნდა დაგხვდეს ფასებზე რა და ერთი სიტყვით გაგაგებინებ დაწი როგორ იქნება და რა იქნება კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე არავის არ ვაკრიტიკებ როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვიღაცის სხვის ბიზნესში ჩავერიოთ და ვასწავლოთ როგორ უნდა აკეთონ ბიზნესი ის უბრალოდ ნალმა დაგვითმო სივრცე გადასარევ ლოკაციაში გადასარევ გარემოზე და ნუ ესენი ესე ხედავდნენ იმ პროდუქტების ფასებს რასაც თვითონ ყიდნენ მით უმეტეს რომ იყო დილის 7 საათი ძალიან რთული დრო და საერთოდ ემოციებზეც მინდა ერთი-ორი სიტყვა თქვა რომ ძალიან და ისე მართლა სწორი შეფასება იყო შენი მხრიდან რომ იდეალისტურად უყურებდით რა მართლა ძალიან ბევრი ნერვიული ვიღაც რო შემოდიოდა იქნება ეგ დაждეთ ჩაიწიეთ ცოტა აქ დასვით ეს ბიჭის მე ერთ-ერთმა მითხრა სხვათა შორის რომ კაიც მაგას დაწყორდი ვიხედავ თუ რამე 7 ტელევიზორი იდგა და ხსადმე უყურებ მონერვილობა და
შენ შემოგევლებ მე გაიხარე უბრალოდ მე ჩემის მხრიდან ვცდილობდი რომ ეგრე ყოფილიყო მე ის 7 კილომეტრიანი ტელევიზორი რო დავდგით იქ იმისია დასხივება მისი მოტანა ცალკე ისტორია საერთოდ აი მაგაზე შეგვეძლო ბლოგი გადავეღო როგორ მოვაწყეთ ორ სიტყვაში მოგიყვებით ეგ უდიდესი ტელევიზორი წამოვიღე მე ჩემი მეგობრებისგან და მარშრუტკაში რა თქმა უნდა ნუ ვერ დავაბავდით და ჩავჯექი მე არ მინდა ეხლა ბოლომდე რას მივა საიდან იწიო მანდ რა ხდებაო მაგრამ აი კაპეზედან რო სასამართლოში განაყავთ მარშრუტკებში განსაკუთრებულად ძიმე დადიოდნენ არც თუ ისე განსაკუთრებულად მაგრამ აი ეგეთი სივრცე იყო არაფერი არ ჩანდა და ერთი ნაჩვენეთი იყო რა მაგ უყურებდი რომ სად ვარ და იმას მოვკარი თვალი რა ქვია ექსპოგრაფი რო აწერია იმაზე რა ქვია მეთქი მოვედით და რო გაჩერდა მეთქი რო გააღონკარები და იქ ვიყო სადღაც მანგლისში სადმე მე ვისრა მოვთხო მანგლისში ტელევიზორი ის კაცი იქნება წყარები და დაწყარდი მივადო ეგეთ საშინელება იყო მოკლედ და მოვიტანეთ ტელევიზორი 1 საათი ვარჩევდით სად დაგვედო და პულტი დაგვრჩა და უცბად დავამატებ კიდე პატარა ისტორიას ესე მივედი იქ და ის ადგილი საიდანაც წამოვიღეთ ტელევიზორი არის რა გითხრათ აი 7 ოთახიანი სახლი წარმოიდგინეთ პულტი რამხელა არის აი ამხელა ესე მივედი და პულტი სადა და იმდენად უკვე 6 იყო დაწყებული პულტი ხალხი უკვე მირეკავენ რომ ხო მოვდივარ და მერა და რაღაცა და ეს ერთი მომენტი ხო ვეძებ ვერ პოლო ეს ტაქსისტი მელოდება რომელიც აი არ მასვენებს და რამის დისიჟენით მოუგე ტაქსისტს იმდენჯერ შემაწუხა და ბოლოს ის დავდე ღმერთო მაპოვნინე მეთქი ეს და გაპოვნინა ეს აი მართლა არ ვაზვიადებ ღმერთო მაპოვნინე მეთქი და დაამშვიდი ჰირი პროხაჩკას სუნთქვები გავაკეთე და წარმოვიდგინე ასე გავიხსენე და მეთქი ალბათ გურამის ცაგარეიშვილი სადაც ის იქედება იმიტომ და მივედი და ეგეთი არ ვიცი მაგრამ რაღა განძიმე პოვნოს და რაღა ეგ თისიელი განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი დღე იყო ეგეთი ნერვიულები მოვედი იქ მე ხალხის შემოსვლა მე იქ შემოვიდეს არ შემოვიდეს მოკლედ ანუ საგიჟეთი მე რაც მოხდა ეგ ხუთმაგი საგიჟეთი და არ ვიცი ანუ აი ემოციური ფიტული ვარ ადამიანის დაძაბულო დედასგებზე მგონია რომ ხო იცი აი დიდი ხანი ვარ გივარჯიშია და უცბად მივარდები და ივარჯიშებ და კუნთები ყველა კუნთი ვაქტია აი დაძაბულობისგან აი ესე ვერ შვები აი რაღაც ტკივა არ ვიცი ესე აი ფიზიკური გადაღლილობა ხო ისე წახვალ დაიძინებ რაღაცა გამოიძინებ და ენერგია რაღაც დაგიბრუნდებ აი ემოციურ გადაღლილობას არ შველის არაფერი არა ვერ მოვდივარ ერთ მესამე დღეა ცუდად ვარ მართლა ცუდად ვარ ანუ აი აღარ შემილია რა ერთი ძილი ორი ძილი თან ამერია ეს დღე ღამე რა არის ეს მზე ამ თვარეა ვეღარ გავიგე ვერაფერი და მოდი ნელ-ნელა მივიდეთ იქამდე რომ მადლობა გადავხადოთ ჩვენს მას სტუმრებს რომლებიც მოვიდნენ აი უდიდესი მადლობა მადლობა განსაკუთრებული ბიჭებს რომლებაც მაჩუქეს მე ყველანაირი ალკოჰოლური სასმელი არ ჩამოვთვლი სახელებს რომ ვინმე არ გამომჩეს თქვენ შემოგელვეთ ძალიან დიდი მადლობა ეგეთი საჩუქრისთვის სამივე გავსინჯე სამივე არის ტოპ კლასი შენ შენი აღდგენის დღეები როგორ მიდის აი ზოგადად არ მახასიათებს ხოლმე დიდი ხნით გადაღლილობა აი ცოტა ხანი თუ გადავიღლები მალევე უბრუნდები საწყის მდგომარეობას მაგრამ აი დღესაც ძალიან დაღლილი ვარ და თან სიხარულისგან დაღლა მაინც ისეთი მომენტი არის რომ პრეტენზია არ მაქვს რომ დაღლილი ვარ და რაღაც დოზით შევეგუე ემოციური ნაწილზე როცა საუბრობდით ისე რა გავიაზრე რომ მე მოიგო მე მივხვდი რომ
ილიაზეს ხო გახსოვს რა გვჭირდა და რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ კი არ გეჯიბრებით რომ აი ჩვენ ეხლა უფრო გვიყვარს მერაბი და ილია და თქვენ ნაკლებად რა არ არის ეგრე რა თქმა უნდა რომ ქართველები ვართ და გვერდში უდგევართ მაგაზე არ საუბარი იმდენად არ მინდოდა რომ წაეგო ეს ჭუბი მერაბს რომ განა მოგება კი აი ილიაზე აი ეს გამიხარდა რა თან უნდა აფინიშა და დაუმტკიცა რომ ჰოლუეი წითიშება და აქ კონტექსტი იმდენად მრავალშრიანი იყო ხო რა სპორტული, პოლიტიკური, სოციალური, პირადული ყველაფერი იმდენი შრექონდა ამ ჭუბს რომ რა ვიცი ამ ჭუბის გარჩევა მაინც ჯობია რომ სპორტულიდან დავიწყოთ და რა თქმა უნდა პირველ რიგში ამას არ ჭირდება ჟურნალისტური რა ქვია ხარისხი რაღაც განათლების მესამე მეოთხე და მეხუთე რაუნდები მოიგო მერაბტვალიშვილმა სულ იყო 5 რაუნდი შესაბამისად 3 უფრო მეტია ვიდრე 2 და მორჩა ჯერ ერთი იმ პირველი 2 რაუნდიდან თავისუფლად შეიძლება ვიკამათოთ რომ შეიძლება ის 2 რაუნდი არც აუგია მეებს და მე რო არაფერი არ ვკითხოთ აგერ საჯი იყო რომელმაც ერთი რაუნდი ჩათვალა ხო ვერაფს მიცა ზურა შენ აი გარდამტეხი მომენტი რო წარმოიდგინე ნახე ჩვენ წინა პოდკასტში ძალიან კაფეოთ აღვნიშნეთ ეგ რომ სავარაუდოდ გამომდინარე იქიდან რომ ეს მსაჯების სიმპათია იქნება მერაბის წინააღმდეგ მომართული როგორც იყო არ ვიცი დანა ვაითის სიმპათია 60-0 დიდი სტატუსები იყო მერაბის წინააღმდეგ და ეს იქნებოდა სერიოზული ფაქტორი უმარის გამარჯვებისთვის და მე ჩვენ გვჯეროდა მაგამბის რომ უმარი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გაითავისებდა და ამ საჯების გადაწყვეტილებას ბოლომდე გამოიყენებდა ამ ახლო რაუნდების შემთხვევაში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ პირველი 2 რაუნდი სანამ უმარი ენერგიულად არის, იქნება ძალიან დაძაბული, მაგრამ იმ ფორმულამ რაც თქვით, რომ იმუშავებდა, უფრო დაღლილი ადამიანი ვერ იქნება ვერც ერთ ასპექტში უკეთესი და აი ეს მოხდა. გარდამტეხი მომენტი ჩემთვის იყო მესამე რაუნდი, სადაც უმარი აშკარად მძიმედ სუნთქავდა და პირიქით მერაბმა ტემპი მოუმატა. და აი როგორც გაცვლებში გამოჩნდა ის მომენტები, მაგალითად პირველ რაუნდში გდების მომენტი უმარმა შეუსრულა მერაბს, იგივე გდებას უკეთებდა მესამე რაუნდშიც და იქ მერაბი უბრალოდ იცინოდა. აი ესეთმა მომენტებმა, ესეთ გარდამტეხმა მომენტებმა თან პირველ რაუნდში ცოტა დამძაბა იმ ფაქტმა, რომ ტეიქდაუნები ნაკლებად ქონდა მერაბს ცდილობა და ტაქტიკურად მესმის, რის გამოც მოხდა ეგ ყველაფერი. უბრალოდ მაინც დაძაბულობა შემოიტანა. აი მესამე რაუნდში როგორც კი უკვე აქტიური ტეიქდაუნები და ვერ დააგდო, შევიდა მაინც ვერ დააგდო. აი ამ ყველაფრის ფონზე უკვე მიხვდი რა მოხდებოდა მეოთხე და მეხუთე რაუნდში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საფუძვლები ყველა რასაც საუბრობ, იმის საფუძვლები არ უნდა გვაუწყდებოდეს. MMA არის სპორტი. MMA არ არის შეიძლება ბევრისთვის ხელოვნება, მათ შორის ჩემთვის არის სპორტი. თემურ ქეცბაიას აქვს ესეთი ძალიან საინტერესო სიტყვები ნათქვამი, რომ მე ვეღარ დაურბივარ თორე ბურსას გავაჩერებ და კარშიც დავარტყავ. ანუ ჯერ რომელი სპორტიც არ უნდა იყო, ჯერ უნდა იყოს სპორტსმენი, უნდა შეგეძლოს ათლეტური პერფორმანსი. შენ უნდა შეგეძლოს რომ სხვაზე უკეთესად გაიქცე, გამოიქცე, ახტე, დაარტყა, მიაწვე, ამოწიო, ჩაარტყა და ასე შემდეგ. ეს არის ათლეტის როგორც შეიძლება რომ განმარტო ათლეტი, ეს არის ათლეტი. ჯერ უნდა იყოს ეს რა ქვია, ვინ გითხრათ, არ ვიცი. და ვიცი, დიეგო მარადონა, ვინ გითხრათ ახლა, ზინედინ ზიდანი პედრიზე კარგი ფეხბურთელია. მაგრამ პედრი და ზიდანი ეხა რო ათამაშონ, რა ვიცი, პედრი გაიქცევა და იღლება და ზიდანი არ დაიღლება და ზიდანი პირიქით, ხო? ეკო იმას ანიშნავს, რომ რა ქვია, ზიდანი პედრიზე ცუდი ფეხბურთელია. რატო? იმიტომ რომ ის სპორტსმენი აღარ არის ზიდანი. მე სულ ტექნარები მიყვარს, ნებჩოგბურთშიც, ფეხბურთშიც, MMA-შიც, სულ ჩემი სიმპათია მოდის იქიდან, რომ აი
გაწმენდილი, აი ნამუშევარი დარტყმა რო აქვს, ან ეს იქნება Wilder-ის პირდაპირი თუ ეს იქნება Mayweather-ის full counter-ი თუ ეს იქნება Arjen Robben-ის მარცხნივ შეტეხვა და ბურთის იქ შებზრიალება, ეს იქნება Derek Rose-ის შესვლა ნებისმიერ სპორტში, რასაც Andy Roddick-ის ჩაწოდებები, სულ მიყვარს, როცა ტექნიკა არის წამოწეული, მაგრამ ეს არის მეორე. პირველი არის როგორ მომზადებული ხარ ათლეტურად. რამდენად შეგიძლია. მერაბს ეს ყველაფერი აქვს იმ დონეზე, სადაც აზრი იკარგება მე რა. ხო ხვდები, მაიკლ ჯორდანზე მაგარი კალათბურთელები ხო არ არიან ახლა ვიღაცები, ვინც არის. ხო, ვიღაც თქვა, ლებრონზე არ ვამბობ. საშუალო სტატისტიკური NBA-ს, მაგრამ დღეს რო ათამაშო, ხო, გასაგებია რომ 25 წლის NBA-ის მე მოთამაშე მოუგებს ერთ-ერთზე 62 წლის თუ რამდენი არის ჯორდანს, რატო? იმიტომ რომ ეს სპორტსმენია და ჯობნის ფიზიკურად. ეს არის ყოველთვის ნომერ პირველი მიზეზი, რატო შეიძლება ერთმა სპორტსმენმა მეორეს დაჟინოს. თუ დიდი სხვაობა ტექნიკაში და არც თუ ისე დიდი ფიზიკურ მომზადებაში, მაშინ შეიძლება ტექნიკამ გადაწყვეტოს და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი რაც წყვეტს, ეს არის შენი ფიზიკური მომზადება. რაში წკინა იმაში. კი. თან მით უმეტეს ეს მერაბის შემთხვევაში ეს რაღაც ენერგო ვამპირული ბრძოლის სტილი, როდესაც სრულიად ნეიტრალიზაციას ახდენს შენი მეტოქის ნებისმიერი უნარის თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერაბის აი ეს რაღაც რეზიუმე რო აქვს ვარსკვლავებით დახუნძლული დაამთავროს კარიერა და ხო ნებისმიერი მებრძოლი აქედან რო აიღო ძალიან ბევრ ასპექტში ტექნიკურად მერაბს აღემატება. სტრაიკინგში იქნება, ჭიდაობაში შეიძლება. უბრალოდ ეს იმდენად ანეიტრალებს ეს კარდიოს ამოცლა და ამის ფონზე, როდესაც ახლა მერაბი მოდის, შენ უკვე მესამე რაუნდში ხარ, ვერ სუნთქავ, ამ დროს ყოველწამ გდებას გიკეთებს. აი თუ ვინმეს არ გაუცდია, შეუძლია ცადოს, რომ მეგობარმა გდება ცადოს და იმ მომენტში ცადოს მშვიდად სუნთქვა. ყოველწამ სუნთქვის შეკავება უწევს, აი ტეიქდაუნის დაცვის დროს. ეს უფრო ურევს სუნთქვას და მე ეს იმდენად ღლის, რომ ხელებსაც ვერ წევდა უმარი და კი ვნახეთ, რომ ცოტა დააკლდა მერაბს და უმარ შეიძლება გათიშულიყო საერთოდ. 6 რაუნდში რა მოხდებოდა? 6 რაუნდიანი რო ყოფილიყო ეს როლა, აი რა ვიცი, მე გეკითხებით, ვისაც გიტა, რა მოხდებოდა მე 6 რაუნდში? მე ვიცი რაც მოხდებოდა, მაგრამ მე მგონი თქვენც არც ვიტყვი მაგას რაც მოხდებოდა. და ფინიშებდა აუცილებლად. ან რა ვიცი, ფინიშამდე რო იყოს ჭუბი, თქვა მე 7 რაუნდში რა მოხდებოდა. ხო, ან მორჩებოდა, მაგრამ ეგ არის რომ უმარი აღმოჩნდა იქ, სადაც არ ყოფილა. იმაში რო გასეირნება ყარაბაღში. Плохо ехали, расстреляют. გადაუხვია და აღმოჩნდა მერაბ თვალიშვილის გამზირზე, სადაც ვერ გაიარა. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ხო AK team-ში რაღაცა სტილისტიკური შესწავლის რაღაც მანიაკები არიან და მე არ მაქვს ხო და ფიზიკური მომზადება ხო საერთოდ სხვა ლეველზე აქვს თაყვანილი, წამება ხდება მებრძოლების იმ ლეველამდე მისასვლა. მით უმეტეს როცა ნურმაგომედოვის სტატუსი რა ხაბიბი ამს ნელი და სუმაგას ამბობენ რომ გიჟია, მანიაკია, რასუება, გვაწვალებს და აი თურმე სწორი იყო ის ხაბიბი. აი ხაბიბის ლეგასი 60-0-ზე ნურმაგომედოვის უბრალოდ. და ამის ფონზე მე ყველამ დარწმუნებულად ვიცით, რომ უმარი აშკარად ფიზიკურ გამძლეობაზე ვარჯიშობდა და მათ კემპში ეს ამაზე იყო რა ქვია, ხოცა? კემპში აშკარად იყო ფოკუსირება გამძლეობაზე. თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უმარს აქვს თუდი გამძლეობა. არც ერთ მეტოქეს ვისთანაც გაუმარჯვია მერაბს არ იყო ძალა იმის, რომ ენერგია შეენარჩუნებინა თუნდაც მესამე რაუნდში. და მეოთხე მეხუთე რაუნდი უკვე საერთოდ სხვა ამბავი არის. აი ეს იყო მაგალითად სეხუდოსთან ხო 3 რაუნდიანი. ხო, მაგას უჩალიჩებდნენ ჩემი აზრით, აი როგორი რას გულისხმობ იცი, რომ იცოდნენ 5 რაუნდიან ორთაბრძოლებში. მერაბი რა ვითხართ, აი ვინ მოუგებს ბენთემოიჩი მერაბს 5 რაუნდში. სეჰუდო იყო ამათ ბოლო იმედი, რომ იქნები ჭიდაობა გაუნეიტრალოს, იქ უკეთესი სტრაიკერი თუ რა.
ამან არ გაამართლა მერაბა დაამარცხა წყნარად მეორე მესამე რაუნდები მოუგო მშვიდად პირველ რაუნდი იქაც ახლო იყო თუმცა აი მეორე რაუნდში უკვე ფაქტორი ქონდა თითქოს რაღაცა კარგი ჰუკი რომ მოარტყა და მეორე მესამე მოუგო და 5 რაუნდში რასაპირებენ წარმოდგენა არ მაქვს ან ვინავე ზოგადად რეზიუმესაც შეეხება მერაბი რო ადგეს და სახში წავიდეს და აღარ მინდა ჩხუბიო ვინ შეიძლება რომ თქვას რომ მე მოვუგე პიოტრიანს შონომაილის ჰენრი სეჰუდოს უმარ ნურმაგომედოს მორაეს და სხვათა შორის მანამდე ჯო დოდსონები და ის მახსოვს სახელები ხარ მინდა უბრალოდ რაღაცა რამე ამერიოს ყველა კონტენდერი იყო ყველა ტოპი იყო ხო უბრალოდ ვერავინ ვერ მოუგებს მაგ ხალხს აი ერთიანად როგორ შეიძლება რომ თან მოუგო ოლიმპიურ მოჭიდავეს თან მოუგო შენი სპორტის ერთ-ერთ საუკეთესო სტრაიკერს შუგარ შენომაილის თან მოუგო ადამიანს რომელსაც გდებას ვერ უკეთებს ვერავინ ალდოზე მაქვს საუბარი და თან მოჭიდავე იყო თან მოუგო უმარს რომელიც ნუ არ ვიცი ჩხუბამდე ვეტერანსაც ხო და ერთი ახალგაზრდა დაუმარცხებელ ახალი თაობის MMA მებრძოლს რაც ძალიან გასახმაყურებელი არის ნამდვილად და აი უნიშნულოვანესი ფაქტორი რასაც ქონდა რა ქართულ მაყურებელს ქონდა გასაკუთრებული მიზეზი და ამაზე არ საუბარი და ამის ხაზა არ გასმა არ შეიძლება რა იცი რატო იყო ერთ-ერთი გარდა იმისა რომ მეზობლები ვართ და მე საერთოდ მეზობლებთან კარგი ურთიერთობის მომხრევა სხვები არ გვაცდიან ამას თორე ვიმეგობროთ არ არის პრობლემა და ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი ფაქტორი რა იყო იცი რომ რამდენად ქედმაღლური დამოკიდებულება ქონდათ ადამიანის მიმართ ანუ წარმოიდგინე ხა X და Y X-მა მოუგო ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სტრაიკერს მოუგო 1-2 ლეგენდას და ასე შემდეგ Y-მა მოუგო არავის დედამიწის ზურგზე და მე კორი სენთენგერს 3-2 ჩხუბში სადაც სისხლი კი არა ოფლი არ წამოსვლა და უმარმა თქვა რომ ეგ ყველაზე თული ბრძოლა იყო ესენი იყურებიან ზემოდან რატო ეხლა ესენი რატო იყურებიან ამათ გქონდათ რომ ეს მათი პედიგრი რა მათი ესო ჩვენ ვართ ნურმაგომედოვები და მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი რეალობა გეუბნება რომ ხაბიბი ისა რა ქვია მერაბს დამარცხებული ყავს ესენი და შენ დამარცხებული ყავს არავინ და სენთეგენი მაინც წარმოიდგინე ზემოდან იყურებოდნენ ტიპები რომ ეს იყო ძალიან გამაღიზიანებელი. ეხლა შენ წარმოიდგინე რომ გაგვეცვალა რომ უმარ ნურმაგომედოვი ყოფილიყო ტიპი რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონს აქეთ გადაიკიდებს იმას რა ქვია ყოფილ ჩემპიონს იქით გადმოიკიდებს იმას რა ქვია ალდოს იღლიაში ამოიარეს და ესე და მერაბმა კიდე ვიღაცებს მოუგო მე სენთეგეს მოუგო და მერაბსო დაეწყო საუბარი რომ ასამბობს მე ვარ ფავორიტიო და ბუკმეკერებმაც კი ჭამეს ეს ყველაფერი და როგორ დაგწინებდნენ იცი რომ ასამბობთ უმარ ნურმაგომედოვი ადამიანი რომელმაც დაამარცხა 87 ჩემპიონი და 3 ოლიმპიური ჩემპიონი და თქვენ ვინ ხართ არავისთვის არ მოგიგიათ მხოლოდ ერთი გამარჯვება ტოპათთან და რეებს საუბრობთ თუმცა სიტუაცია იყო პირიქით და ისინი ამას საუბრობდნენ და ესეთი ქედმაღლური დამოკიდებულება იყო და სხვათა შორის ეხლა მე ვსაუბრობ fan base-ზე უფრო და ვსაუბრობ გარემოზე არ ვიცი როგორ შეიძლება ეხლა რომ მე ვისაუბრო რისაც არ ვიცნობ იმაზე ხო უბრალოდ რავი ჩანდა ინტერვიუებში კომენტარებში ჩანდა ეს დამოკიდებულება რა სხვათა შორის აი მე მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დადებითად ვისკენ ვარ განწყობილი ისლამ მახაჩევი პატივისცემი უდიდესი პატივისცემა აქვს ერთი როგორც მებრძოლს და თან აი კარგი აი მაგის ინტერვიუები მაგის შეფასებები მისი ადეკვატურობა აი მომწონს რა რაღაცნაირი კაი ტიპია მე არავითარი ის რაღაც რადიკალური წარმოდგენები რომ ეგენი ცუდები და ეგ ზოგადად არ მიყვარს რაღაც ადამიანების ჯგუფის ერთ ქვაბში მოხარშვა რა როგორ შეიძლება ახლა ვიღაცებზე ილა აი თვალით რო არ ყავს ნარახი და სიტყვა არ გაქვს ნათქვამი და შენ აქედან რაღაცებს ასკვნი რატო
მაგრამ აი ეს ქედმაღლური დამოკიდებულება იწვევდა ჩემი აზრით აი გაღაზიანებას. თან ახლა იყო საინფორმაციო რაღაც დაპირისპირებაც იყო და ეხლა დავიწყებ თავიდან როცა ეს მერაბის უმარის დრამა დაიწყო და ჩაინიშნა ეს ბრძოლა აი ის რომ მერაბი ამბობდა რომ იცი რა არის ეს არის მსახურებს ბრძოლას მაგრამ მოდი მაინც დავთანხმდები აღქმადი გახდა როგორც აი მერაბის ეშინია უმარი ტეხავს და მერაბი უკვე შეშინებულია უმარი იმდენად დაუმარცხებელია და მერაბმა იცის რომ უმართან შანსი არ აქვს ეს პირველი ეტაპი იყო მეორე ეტაპი იყო უკვე ცოტა ბინძური ისინი ხრიკები რომელზეც ვისაუბრეთ სადაც გაღიზიანება ხდებოდა მერაბის პრინციპულად კიდე იყო იქ რაღაცა აი თუნდაც ის кейსი მაგდის მერაბის გუნდელის кейსი რომელიც დამთავრდა არ ვიცი ზღაპრულად აი ესე რომ ავიღოთ მოთხრობა და დავწეროთ და ბოლო იყოს ის რაც მოხდა რომ მერაბი მაგდი დაიყენა და ანახა რა არის ადამიანობა ზოგადად ყველ სოფლიოს არც იყო გაბრაზებული არც იყო და აი იმდენად პოზიტიური მომენტი იყო და იმდენად აი ეს ჩვენ ქართულ ხასიათსაც ეს ყველაფერი კარგად და აი მართლა ზღაპრის რაღაცა ის იყო და საპირისპირო ნაწილში მე მგონია რომ პირიქით შეიძლება ყოფილიყო იქეთ რაღაცა თალკე დრამა ამ ყველაფერს მიემატა ის რომ აი ეს ბუქმეიკერების საერთოდ ფსონმა ხო ეს არგუმენტები გაამყარა მერე უმარის პრესკონფერენციამდეც ქონდა რაღაც განცხადებები გაკეთებული რომ აი ვერ ხვდები როგორ მომიგებს ან თუნდაც ყველა ხო ეგ უკვე სპორტული ნაწილია ხო უკვე სპორტული კლიანად შეიფუთა ისე რომ ყველა იყო მერაბის წინააღმდეგ და თითქოს ძალიან ლოგიკური იქნებოდა ის რომ მერაბი ამ ბრძოლაში დამარცხებულიყო მე ამ ყველაფერს ეს ბრძოლა შედგა დასრულდა აი იმდენად ცალმხრივად ხდება ყველაფერი და ორმაგი სტანდარტია მე ეგ მაგიზიანებს აი ხა სოციმედია გადავსებულია იმ ექსკიუზებით რომ აი უმარმა ხელი მოიტეხა ჯერ ერთი უმარს ხელი ჩვენ არ მოგვიტეხია უმარის ეგ ერთი მეორე და ტრაუმებზე თუ გვაქვს საუბარი თითქმის რაღაცა გახსნილი ფეხით შევიდა უმარი და დარწმუნებული ვარ მერაბი და უმარს რო იგივე ტრაუმა ქონოდა იქ ბრძოლა აუცილებლად გადაიჭრა არ შედგებოდა ეგ მაგ გუნდის წარმომადგენლები ტრაუმებით არ ჩხუბობენ. არა, რა თქმა უნდა. აი, ისლამის ინტერვიუ მაქვს მოსმენილი ვოლკანოვსკისთან, აი პირველ ახლო გამართულ ბრძოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იყო იმის ბრალი, რომ ბრძოლა ჩატარდა რაღაცა შუაღამე, ეს ავსტრალიის ივენთი იყო. შუაღამე ჩატარდა, ეს ჩემ ფიზიკურ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა, ვერ აღვიდგინო, ძალიან ცუდად ვიჩხუბებო და ესეც აღარ ვიჩხუბებ არასოდეს. აქეთ მერაბი, რა ვიცი, გახსნილი ფეხით. წელადკენის თან ეს გახსნილი ფეხი არა მხოლოდ ბრძოლის მონაკვეთებში არის პრობლემა თლიანი კემპი გააწვალა რა და წარმოიდგინე ბოლო დღეს როცა მისი ფეხი ვნახეთ ეს არის მისი საუკეთესო მდგომარეობა ეს ხო უფრო რთული იქნებოდა რაღაცა 5 დღით ადრე 10 დღით ადრე მთელი კემპი ჩათვალე 100%-ით ვერ გაიარა ახლაც დარწმუნებული ვარ, ბევრი უნარი შეზღუდული ექნება და თუნდაც ქიქების ამბავს. ამ ყველაფრის ფონზე რომ მაინც ცალმხრივად ეს ხდება, მე მგონია რომ ისევ ეს ჩვენ დიდ არგუმენტს გვაძლევს ყველაფერი, რაღაცა მის წინააღმდეგ და ბენთენვეიტში. არ ვიცი თუ ბენთენვეიტის გოუთობაზე დაიწყება საუბარი, მე ვერ ხედავ მერაბზე დიდ კონტენდერს. ვერავის. არა გოუთს როგორ ვადგენთ ხო? ადამიანი რომელსაც გონდა ყველაზე მაგარი კარიერა, რომელსაც მოუგო ყველაზე რთულ მეტოქებს. მერაბმა ვისაც მოუგო, აი მაქსიას ხო? 27 ჯერ ჩამოთვალე და აღარ ჩამოთვალე. შერდოგზე მერაბი ჩაწერეთ და ნახა. ვერავინ ვერ შეკრავს მაქსიას. ანუ არ არსებობს უბრალოდ რამდენი ყოფილი ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი, ორი დივიზიონის ჩემპიონი, ყველაფერი, აი რაც კი შეიძლება რომ ბენთენვეიტში მე მგაკი, აი ვის ჩამოწერდი დამარცხებული რომ ყავდეს ესე ავდგა. აი ეს არის რაღაც იდეალური შედგენილი სია. აი როგორ ვის კიდე ვის უნდა მოუგო ბენთენვეიტში. და ბენთენვეიტში რა ხა ვიღაც მონსტრი რომელიც მოდის რაღაც ახალი სისხლის ხოთაშორის აი როგორც ფეზერვიც დიეგო ლოპესი შეემატა იქ რაღაცა პანტოჟა გამოჩნდა ხო ბენთენვეიტში მაინც ის ძველი სისხლი ან მეორე წრე არის რეალურად ახლა ხო მე ახლა ხოთაშორის შემდეგი ჭუბი აი რომ აიღო რომ მერაბი ვის უნდა ეჭუბოს ვის უნდა ეჭუბოს მერაბი
ვინმე უნდა არჩიოს. ისეთი ვისაც უკვე ებრძოლა და ამარცხა. ჩემი აზრით ვიცი ვიც იქნება, მაგრამ მანიფაიტი იქნება ომალი თავისუფლად და არ ვიცი თუ მე ახალი კონტენტერი არ გამოჩნდა ალბათ ერთადერთი შანსი აქვს ისევ იანს. რომ ცოტა საინტერესო ბრძოლა გამართოს. ნუ იდეაში სპორტულად იანს ეკუთვნის, იმიტომ რომ იანს მომენტუმი აქვს, იანმა გადააბა მოგებები, იანმა დაამარცხა. იდეაში ნომერ პირველი ადგილისთვის უნდა ებრძოლა და ფიგის მოუგო. თუმცა მიცემენ ომალის თუ ომალი კარგ ფორმაშია თუ აი თვითონ თუ გზნობს რომ აი ურჩევნია რომ ერთ-ორ თვეში ჩანიშნო ჩხუბი. ნუ ეხლა მერაბს ხომ უნდა მიცემენ რომ ეს ფეხი, წელი. ზოგადად მერაბას ზედმეტად გადააბა უკვე და ეხლა ჯობია რომ 6 თვე აუცილებლად აიღოს. მინიმუმზე ხომ უნდა დაისვენოს ეხლა მართლა ეგ რა არის რომ გასაგებია რომ მერაბს არა ადამიანური უნარები აქვს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს და ეხლა უნდა დაისვენოს რა რაღაცა რა სულ აღდგენითი პროცესები 1003 მედიცინა განვითარდა და გინდა იმ წელზე, გინდა იმ ფეხზე და გინდა იმ ყველაფერზე უნდა ის იყოს რა და თან მეც მინდა ომალისთან ჩხუბი მირჩენია, იცი რატო რომ მართლა გეუბნები, მე რა მარო თქვას რომ აღარ მინდა უჩხუბი რა ვსიო რა ვიცი ფული თქვა ჩათვალოს რომ ვიშოვე ეკნება თავისი ჯიმი, ასწავლის, ავარჯიშებს, რაც უნდას გააკეთებს, მე რა უკვე შემდგარი ადამიანია. აი ვინ რას ეტყვის? რა ხო აი აღარ უნდა ჩხუბი. ყველა რეალურად ახლა მაგომედოებს წაგება ჩაუწერა. ის სტაფილოსფერი ომალი გააჩუმა. ტეიქდაუნების რეკორდი მოხსნა. კამარი მოიგო და მე დაიცვა. რა ვიცი რა ანუ რეალურად ხო? რა ესეთი კაფიო мотиваცია ფინანსურის გარდა არ არსებობს. ნუ დახურა რა, ბენტებეით მერაბმა დახურა. რეალურად მერაბი რო პოპულარული ჩემპიონი იყოს, ესეთი გაწმენდილი დივიზიონი ავტომატურად ნიშნავს, რომ უკვე ამ ადამიანმა გოუთობის სტატუსი გაინაღდა და ეხლა აქვს შესაძლებლობა ვისთანაც უნდა იმასთან იჩხუბოს. იმიტომ რომ დასამტკიცებელი აღარ დარჩა არაფერი. აირჩევს როგორ შეიძლება ეხლა რომ არა ირჩიოს ომალი. არა, ყველა ვარიანტი ომალი უნდა ირჩიოს. როგორ უნდა მოვთხოვოთ მერაბს, რომ მერაბ იჩხუბე იანთან. არა, იჩხუბებს, იმას კი არ ვამბობ რა. უბრალოდ რა არის სხვაობა, ხო? სხვაობა არის ის, რომ იქ მეტი ფული იქნება რა. ომალი ბევრად მეტად იყიდება და pay-per-view, რა თქმა უნდა, მერაბისთვის უკეთესი იქნება. ის ეპიზოდით, როცა ხაბიბი დენა ვაიტთან ვიდიოდა რო გავიაროთ რა შენც ეგეთი შთაბეჭდილება ბოლო ეპიზოდზე ხო როცა თითქოს კამარს ართმევდა და შეიძლება ართმევდა კამარს მე უბრალოდ ჩემ არგუმენტს ვიტყვი რა UFC-ს კამარი უნდა გადასცეს UFC-ს წარმომადგენელმა ეს არის პროტოკოლური ნაწილი ანუ შენ კამარს გაძლევს იმ ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი რომელიც გაჯილდოვებს სოფლიოს ჩემპიონის ტიტულით. შესაბამისად, მე არ მგონია რომ ხაბიბი, ეგეთ რამე არ მოხდარა რომ სულ ან უკეთებს კამარი, ვის არ გაუკეთა კამარი, განუს გაუკეთა კამარი სხვამ. ხო? მოგახსოვს ვიცე-პრეზიდენტმა. კიდე ერთი кейსი იყო. BMF-ის კამარი გაუკეთა ვიღაცამ. როკი დუეინ ჯონსონი დაბატიჟეს. ნუ BMF-ი არ არის სოფლიოს ჩემპიონის ტიტულის. ეს არის ოფიციალური, ანუ ყველა ორგანიზაციას არ აქვს უფლება, მე და შენ რო ეხა ჩავატაროთ რაღაცა ჩხუბები, ვერ ვიტყვით რომ ჩვენი ჩხუბების გამარჯვებული არის სოფლიოს ჩემპიონი. იმას აქვს თავისი სტანდარტები და UFC-ს თავისთავად შეუძლია თქვას რომ ჩემი ორგანიზაციის ჩემპიონი არის სოფლიოს ჩემპიონი. შესაბამისად ამას აქვს თავისი პროტოკოლი. მე უბრალოდ მე მგონია რომ ყურში უნდოდა რაღაცის თქმა. მე მგონია რომ მიდიოდა და დენას რაღაცას ეუბნებოდა. ეხლა ხაბიბი და დენა მეგობრები არიან. უბრალოდ ხელის მოძრაობა იყო რა. ხელი წაიღო, მაგრამ მე მგონია რომ უბრალოდ აი ხარზე რომ აი რაღაცა რო გინდა ადამიანს უთხრას და ანუ რომ მიადო ხარზე ხელი და რაღაც უთხრა. პროგრამ მგონია, იმიტომ რომ ხაბიბი ახლა დაიბადა და გაიზარდა UFC-ში და ეგ ელემენტარული წესები იცის რომ არ შეიძლება ახლა გასაგებია სიმბოლურად თქვა ეგ რო ყოფილიყო რომ მე მინდა კამარი გაუკეთო ეგ ხო იმას არ ნიშნავს რომ მე ვერ გაუკეთებ და გადაიღებდნენ სურათს სადაც ხაბიბი უჭირავს კამარი და აძლევს
ხო, სიმბოლური დატვირთვა იქნებოდა გინდა ესე და გინდა ის. შენი არგუმენტი მესმის და რეალურად საფუძველი მაგასიც უფრო დიდია ალბათ, მაგრამ მე მაინც არ ვიცი უფრო სუბიექტურად უყურებ ამ ყველაფერს. ხო, არა, შენ უბრალოდ მექანიკაზე გაქვს საუბარი, რომ ისე დაიძრა, რომ თან იმ მომენტში დაიძრა და თან მანდ მე ის გონია, რომ როცა ამბობს, არ მგონია რომ მაშინ ჩაეჩურჩულებინა დანასთვის რაღაცა, იმიტომ რომ სრულად ფოკუსირებული ექნება და პასუხის გაგებაზე. თუმცა მაგ თემას შეგვიძლია კარგად გადავაბად უმარის პოზიცია, როდესაც აი ეს უაზრო თავდაჯერება, რომ უმარი ბრძოლის შემდეგ ამბობს მესმის, რომ თავს დამარცხებულად არ უზრუნავ და ეს ემართებათ მებრძოლებს, იმიტომ რომ სხვანაირად უყურა, ზედმეტად თავდაჯერებულად იყვნენ განწყობილი და დაემართათ ეს და უყურებ თავიდან უყურებო, შევაფასებო და მე ვიტყვიო დიაში ესე გამოვიდა და ველოდი რომ იტყოდა რომ ძალიან ახლო დაძაბული ბრძოლა იყო გაიმარჯვა უკეთესმა და დებს უმარი შემდეგ პოსტს რომ აი ხელი მოვიტეხე მაგრამ მაინც არ ვთვლი რომ ბრძოლა წავაგებ და ეს ძალიან ცუდი აი დამარცხება მაინც ხელგულზე იყო ეგ ყველაფერი საათები იყო გასული ხა და ჩვენ რა დღეში ვართ და ხა უმარი რა დღეში მით უმეტეს ნახეთ უმარს ყველაზე რთულად ჩემი აზრით ისევ წინაზეც და იგივეს გავიმეორებ რომ აი თითქოს ერთი რაღაცა დინასტიის დასრულება გადატყდა მის თავზე ეს დაღესტანი პირველ ამერიკელების კომენტარები ნახე და სიხარული წერდნენ რომ ძლივს დაღესტანული ჭიდაობა რაღაცამ დაამარცხა და თითქოს ეს რაღაცა პრეცედენტი გახდა იმის რომ MMA-ის ტენდენცია რაღაც სხვა მხარეს წავიდა ეგეც მე არ მგონია რომ რეალური кейსი იყო და ამან ძალიან გაათავა რა ხე ხაბიმბა შექმნა ხო ყველაფერი რომ ეს დაუმარცხებელია ხაბიბი არის lightweight-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი თუმცა მე მგონია რომ ისლამი უკვე ხო ნუ ხო ხდები არ ეწყინება შეიძლება ხაბიბს მაგრამ რა ისლამს უკვე მეტი დრო აქვს რომ ეხა ისლამი თუ ავიდა და welterweight-ის ჩემპიონი გახდა. მე რა ხო უკვე ხო ჯობია რა ხაბიბი რამდენი ხანი ვიძახო. უბრალოდ აი ჭდილში ყოფნა არ გვაყენებინებს თანაბარ პოზიციაში თორე. პრობლემა რაში თქვა. ხო აი ოპოზიცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე რომ ამბობენ რეკორდზე 28-0, 29-0 რა ვიცი, მე მცემოს და 30-0 დაწეროს ეგრე რა მომერე ვარ მე რა მაგაში ხო ოპოზიცია საკუთრების მნიშვნელობა. Kamars ro alai quintas da moigeb შვენიერ სპორტსმენი, მაგრამ ნუ ყველა ვიცით რომ alai quintas არ უნდა ეჩხუბა. Kamars ro alai quintas da moigeb. Dustin Poirier რამდენი წაგება გიხოცები. ძალიან აზრი რო არა აქვს იმდენი წაგება რო აქ 6-7 წაგებიდან რო ერთ-ერთი შენ მოუგე. Justin Gage რა ვიცი ხან აქეთ უგდია თავი ხან იქით უგდია თავი. და თან Dustin Poirier-ც Oliveira მეთქი. მახაჩემმა Dustin Poirier უფრო რაღაცა კი იყო დაძაბული ბრძოლა, მაგრამ უკეთეს ბრძოლაში დაამარცხა. კი ბატონო, შეიძლება რომ ესეც ითქვას, მაგაში არ არის საუბარი. მე განა Dustin Poirier-ს საერთოდ არ ვაკნინებ. Dustin Poirier-ს. არა, Dustin Poirier ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი lightweight-ია. კი, და პრობლემა რაში მდგომარეობს, რომ ხაბიბმა ბოქსიორებს მოუგო ჭიდაობაში. ეს არის ბარბოსა, ჯონსონი, Poirier და Gage რომელიც Gage-ის ჭიდაობაზე არავინ არ თოგვიჩეროს რამერო მოჭიდავია TSU-ში უნივერსიტეტში რო დადიოდა თურმე ჭიდაობაზე დადიოდა Gage-ზე ცუდი გრეპლერი აი უბრალოდ რო არ არსებობს იმისი კითრეგეთი ადამიანი Gage-ის გრეპლინგის მე არ მჯერა ამას რომ ამბობ ვერავინ ვერ მეტყვის რომ ხაბიბმა მოუგო კარგ ბოქსიორებს ჭიდაობაში რა თქმა უნდა თავი დაიწვას ბოქსიორმა რა თქმა უნდა ხაბიბის კრივი გადასარევ იმაზე პლატფორმაზე მაგრამ მაშინ რატო აკეთებ მე-15 წამზე ტეიქდაუნს მაშინ რატო აკეთებ მე-20 წამზე ტეიქდაუნს მაშინ რატო უდგები ფეხზე მხოლოდ მაშინ როცა იცი რომ კანცი აქვს გაცლილი ასე შემდეგ რა და როგორც კი იგივე მე ნუ მოგუმედოვი უმარი არ მგონია ამაზე ნაკლები რომ მიუშვა მაგ შედეგებს რა და უმარი ვის ვერ მოუგებს რა მგონია იმას ვერ დაკვა სენთეგენ თუ დაკუჭა რა მარლონ ვერასაც დაკუჭავს და ბევრ ვიღაცას დაკუჭავს რა თვითონ ახალგაზრდა და ეგარი ფაქტორი არის თქვა flyweight და აქ არ არის ხო გადაუგლი და ნურმა და მე ისევ წავიდა და სინამდვილეში რა არის რომ კავკასიური ჭიდაობა
და მათ შორის ქართული ყველაზე მაგარი ნახე, რა ვიცი, დავინახეთ ხო მე მგონი. სადაუჭიდაობა, რა ვიცი, დაღესტნელი და ქართველი ჩხუბობდნენ. თეიქ დაუნებით, იმით, ავით, ვის ჭიდაობა იყო უკეთესი? ქართველის. всё, მორჩა. შესაბამისად, ყველაზე კარგი ჭიდაობა, ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმომადგენელი ყავს ჩვენ და როცა მათ წინ უდგათ ადამიანი, რომელიც შეიარაღებულია იმ იარაღით, რასაც აქვს, რაც არის ეს ჭიდაობა, დომინანტი, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ არ მუშაობს, ხო? არ მუშაობს? რა. რამდენჯერ უნდა უყუროთ, ეხა ხან ოლივეირას გუდავენ, ხან მოიკანოს გუდავენ, ხან იმას გუდავენ, ხან ამას გუდავენ, რა ვიცი და ეცინებათ ეს black ასე საყვარელი ისლამის ინტერვიუ არის. Who gave him, brother? We have to check a lot of, brother. ძალიან არ არის ეს ყველაფერი რა დაპირის იმ სკოლის რაც აქვს კავკასიელებს მათ შორის დაღესტნელებს ჩეჩნებს თუ ჩვენ რასაც ვეძახით ჩვენ ჭიდაობას და ეს არის კულტურული ნაწილი ხო ახლა სად ქუჩი იმაში რა ქვია ფინეთში რო ქუჩაში ბავშვი გამოდის და ფეხბურთს თამაშობს და სად რიო დე ჟანეიროში რო ვიღაც ბავშვი რო იბადება და ბურთს რო გაუჩერ გადაუგდებ კისერს იჩერებს და მაიკას იხდის ისე რომ ნანახიერა თვალით ბურთი რატო იმიტომ რომ კულტურაშია გენშია ეს ყველაფერი და ასე გვაქვს რა ეხა კავკასიელებს გვაქვს ჭიდაობის კულტურა და იქ ვიღაცებს არ აქვთ ეხა იმათ რა კი ამერიკაში ოლიმპიური ჩემპიონები ყავდა მაგრამ სხვა ჭიდაობა ის და ის სხვანაირად მუშაობს ეს ყველაფერი და ფაქტია რომ კავკასიურ ჭიდაობაზე პასუხი არ ქონია კი MMA ზოგადად იმდენ ცვალებადია რომ ძალიან ხშირად იცვლის ტენდენციებს კავკასიურ ჭიდაობა ძალიან ახალი იყო პასუხი არ ქონდა და დღემდე რეალურად არ ვიცოდი ერთადერთი ახლო მონაკვეთსად კავკასიურ ჭიდაობას რაღაცა დაუპირისპირდა იყო ვოლკანოვსკი მახაჩევის ბრძოლა სადაც დიდად ჭიდაობა ვერაფერი ვერ დაუშავა ვოლკანოვსკის თუმცა ესეთი მკაფიო გამარჯვება კავკასიური ჭიდაობაში ისევ კავკასიური ჭიდაობით არის ქართული თან ამ ყველაფერს რო საჩემპიონო ბრძოლაში აკეთებს მერაბი და ამარცხებს რა ვიცი ნურმაგომედოვს რომელსაც გამეორდები და სამ ნურმაგომედოვს ადამიანს ანუ უმარს მიზმას და ხაბიბს აქვს 60-0-ზე და ეს რაღაცა პიარ ჩვენი მოფიქრებული არ არის ამაზე მთელი პიარია აწყობილი და ამას ერთს მიუწერ ზოგადად უყვარს MMA-ს და ზოგადად სპორტს ესეთი რაღაც სიმბოლიზმები და ეს რაღაც სიმბოლურად კავკასიური ჭიდაობა კავკასიურმა ჭიდაობამ დაამარცხა უმაგრესი მებრძოლები არიან მაგას საუბარს კი არ მაქვს უბრალოდ ეს კავკასიური ჭიდაობა იყო უპირატესობა რომელიც კავკასიელებს ჰქონდათ სხვების მიმართ, რომლებსაც ჰქონდათ არ ვიღაცას ჰქონდა რაღაც ამერიკული ჭიდაობა, ვიღაცებს ჰქონდათ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ და ეს ფაქტი იყო, რომ ეს ყველაფერი ტეხს, სხვა ყველაფერს და როგორც კი ამით შეიარაღებული ადამიანი წინ დადგა და ეს იყო მერაბი რაც მივიღეთ კარგად ნახეთ და არ უნდა ეხა 27 ჯერ გამეორება. ძალიან კარგად დავინახეთ, რომ იმ ყველაფერში გაზრდილი თან რა არის ეს შეხედე დასტინ პორიე უმარ ნურმაგომედოვი პირიქით დავიწყებ უმარი ხაბიბი ისე ბაბს 4 აი უკვე რომ რაღაცის აწევა შეეძლოთ და ოდნავ პატარა ფიზიკური სამუშაო შესრულება შეეძლოთ ისინი მომენტალურად დაღესტანში დაღესტანში ბიჭი რო ყავს და ჭიდაობაზე არ დაკავს უცნაური განა ის არის უცნაური რომ ეხო შეიძლება უცნაური კი არა უი თქვენ შული ჭიდაობაზე დადის ვიცი თქვენ შული ჭიდაობაზე არ დადის ანუ იქ პირიქით არის დასტინ პორიე განა იქ რუსეთშია გაზრდილი სადაც მით უმეტეს ისეთ რაიონში სადაც არ ვიცი დღემდე შუქის პრობლემაა და საერთოდ ახალგაზრდებს ძალიან ცოტა არჩევანი აქვთ რა ამერიკაში რაც გინდა ის იქნება თუ გინდა იქნები კლოუნი, თუ გინდა იქნები მუსიკოსი, თუ გინდა იქნები რეჟისორი, თუ გინდა იქნები იურისტი. და ეხლა რუსეთში და მით უმეტეს მაგ რეგიონში, ჩეჩნეთში თუ დაღესტანში ძალიან დიდია შანსია, რომ სპორტსმენი გამოხდე. უდიდესი შანსია.
ჯასტინ მეთქი ჯასტინ პორიე იქ რაღაცა სკოლაში დადიოდა სადაც ერთობოდა ვიღაც გოგოები იყვნენ იქ თამაშობდნენ ერთობოდა შეყვარებული ყავდა სადღაც მიდიოდნენ ლუდს დალებდნენ გაერთობოდნენ რაღაცა ხდებოდა და მე შუა თინეიჯერობის და გვიან თინეიჯერობაში მიხვდა რომ ჭუბი მოწოს და გვიან დაიწყო რატო იმიტომ რომ სხვა გზაც ქონდა შეეძლო რომ დასნიპოვი ალტერნატივები არსებობდა არის ყოფილიყო ხმის რეჟისორი და შეიძლება ყოფილიყო ვიზუალური რეჟისორი და რაც მინდა ის ყოფილიყო და ამ ხალხს ეჯიბრება ხალხი რომელსაც ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ არა აქვთ არჩევანი ანუ ეხა სპორტული აღრაგობის ბავშვი რომელიც იბადება ცოტა დიდი ზომის ხელი აქვს ხო და მოსჭა შედის ეგ ავტომატურად ვაჭიდავია რა ქვია ჭიდაობაზე შედის და 3 წლიდან აი ეს უდიდესი სკოლა რომელიც არის კავკასიური სკოლა მასზე მუშაობს და ზრდის ამ ყველაფერს და ეხლა რამხელა ფორა აქ წარმოიდგინე ადამიანს რომელიც გაიარა და ცხოვრებაში სპორტის ჭამაძილი ვარჯიში სპორტით გაიზარდა და შეადარებ ადამიანს 7 წლიდან 6 წლიდან 5 წლიდან ადარებ ადამიანს რომელიც რა ვიცი რა შეიძლება რაღაცა ერთი ნაფასი სიგარეტის ქონდა და მოწეული ერთობოდა ცხოვრებით კრებოდა და 15-16 წელს ნახა მუჰამედ ალის ბრძოლა მოიწამლა და გადაწყვიტა რომ გავხდარიყო მებრძოლი 7 წთან როდის მაშინ ბავშვობაში როცა ითვისებ და რეალურად ხო ამბობენ რომ ბავშვობაში რასაც ისწავლით ხო რაღაც ასაკია როცა სწავლობ ბევრად ადვილად ხო ეხლა მე რომ მითხრა რომ შეიხორცებ ბავშვობაში რავი ლექსებს ვსწავლობდი ეხავი რომ მოხვიდე და 4 კუპლეტიანი ლექსი ისწავლეო მითხრა მოვკვდები ჩაგაკვდები ხელში სიცილით მაგას ვერ დავიმახსოვრებ ვერანაირად ხო და მაგაშია საქმე რა რას ვადარებ აქეთ არის კულტურა რომელიც ხო ერგები გარემოს და აქეთ გაქვს რა ვიცი დაგაბულინგეს ეს ხო ყველაზე ხშირი არგუმენტია კოლეჯში დააბულინგეს როდესაც რა ვიღაცა გოგოს ებრანჭებოდა შედარებით ფიზიკურად დიდმა ბიჭებმა და ამან მოდი რაღაცას ვიზამ და წავიდა ჯიმში. ხო და აღმოაჩინა მსმელი, სადაც იმ ამ ბიჭის თვალებში დაინახა რაღაც განსაკუთრებული ცეცხლი და დღეს ის სოფლიოს ჩემპიონია. და აქ არის რა ვიცი, ყველა მოჭი თვითონ ამას მე კი არ ვამბობ. ხაბიბი ხუმრობდა, მაგას ამბობენ რომ კარგიო ხალხო იურისტები და ექიმების გჭირდებათ ყველა ჭიდაობაზე ნუდადი ხართო. ერთი სიტყვით ეს რაც მე ვილაპარაკე ეს თვითონ ეს ხუმრობათა აქვს უკვე იმდენად ეგრე არის რომ ანუ ყველა ჭიდაობს და ამ ხელა სკოლაა და ამ ხელა გამოცდილებაა და მე ამათ ეჭუბებიან ტიპები რომლებიც არის ჩვენ რაღაც გარაჟ როკის ბენჩი გიტარისტი იყო და მე გადაწყვიტა ეს რა ქვია ჭუბი ხო და როგორც კი იგივენაირი დახვდათ მე საგება გამოჩნდა და ხო და კარგია ეგრე რა შემთებში კავკასიაში ესეთ რთულ ძლიერ მამაკაცურ გარემოში გაიზარდო და ჩახვიდე და ვიღაცა ეს რა ქვია ნიუ-იორკში გაზრდილი კანადელი გალახო ტაში ყოჩახ ხო მაგრამ საბოლოოდ გამოდის ის რომ ეგრე არა როცა პასუხი აქვს ტექნიკურია ყველაფერზე და რაც ძალიან ძნული ისევ კავკასიელმა უპასუხა ისევ ფოკუსირება ისევ გადმოვიდა კავკასიის რეგიონში დარჩა უბრალოდ ფოკუსირება უკვე საქართველოს გამოვიდა ამ ორი დომინანტი ჩემპიონი უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ ორი დომინანტი ჩემპიონი გვყავს და ნუ ერე წინ გვაქვს ილია წინ გვაქვს ალექსანდრე და მოკლედ დიდი ამბები გვაქვს და ნახოთ რა იქნება ეს მერაბმა ძალიან დიდი მართლა მე მგონია რომ ყველაზე გარდამტეხი ბრძოლა იყო ეს მერაბის კარიერაში არა მარტო მერაბის იცი ხასებ გონია რომ ილიამაც მოიგო გუში გონია რომ რომანმაც მოიგო გუშინ წინ გონია რომ ყველა ქართულმა მეტრომა მოიგო გუში ძალიან დიდი გზამკვლევი არის აი თუნდაც აი ეხლა თუ ვიღაცა გვისმენს და ამავდროულად ხვალდილას მიდის და MMA-ზე ვარჯიშობს შეიძლება ამ ბრძოლამ ამ ადამიანს რაღაცა გზა ისე გაუკვალა რომ სხვა ალტერნატიულ შემთხვევაში საერთოდ სხვა ყოფილიყო და ეს ძალიან კარგი არის ზოგადად როგორც სპორტისთვის, როგორც ქვეყნისთვის და უშუალოდ ახლა ჩვენ ქართველებისთვის ეს რამხელა ბედნიერება არის ის კი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ თქვა აი ომალისთან გამარჯვება ხო სტატუსით უფრო დიდი იყო ჯერ ერთი ჩემპიონი გახდა ხო ახლა როცა ჩემპიონი ხდები ის უფრო გამახსოვრდება ვიდრე რაღაც მეორე ან მესამე დაცვა ხო ლოგიკურია. ზოგადად ივენთი ის
რა იყო ის ადიჩხუბა ხდება სფეროში რაღაცა ისტორიული ივენთი და რაღაც მაგრამ ეს ჩემი აზრით არ ვიცი მე მგონია რომ მერაბის სახელმწიფომ ისე უნდა დაასაჩუქროს და ისე უნდა გაესვას ხაზი მერაბის წვლილს ჩვენს რაღაცა პოზიციების გამტკიცებაში რა იმიტომ რომ განა ამას მე რაღაცა ჩვენი მეზობლების სიზღით ვამბობ არა უბრალოდ აი ეს აგდებული დამოკიდებულება იქიდან მოდიოდა ჩვენ მე ეგეთ რამე არ მithქვია რომ კითხან ეგ ნარატივი არა მქონია მეგეთ მაგარი მებრძოლები არიან არაფერ საერთოდ როგორ შეიძლება რომ კაცო ეგ ძალიან მიკვირს ხოლმე რომ ადამიანს ახასიათებენ ისე რომ არ იცნობენ აი რა იცი უბრალოდ ხო და არც მე არ ვიცნობ უბრალოდ მე იქიდან რა ნარატივი მოდის მაგაზე ვქონდა აშკარად იყო რაღაცა აგდებული ქედმაღლური დამოკიდებულება რომ უშუალოდ დაღესტან level here in Ireland here და მაგ რაღაცებს ვამბობდა და ხაბები ვამბობდა და აშკარად ეგრე იყურებოდნენ და მერაბიც ერთ-ერთი ლუკმა ეგონათ რა რომ არა ხა ჩვენ ხო აი 70-იანი წლების ბრაზილიის ნაკრები ვართ და თქვენ აი გუშინ გაკეთებული ესა პარის სენ-ჟერმენი და ხო რაღაც თავდაჯერებული ის ცოტა უაზრო აი მაგან მომანიჭა იმ ხელასი და არა და არ ვარ თქო აი მართლა გეუბნები ისლამი ხაბიბზე ყველაზე რაღაც სიმპათიები ისლამი მაგრად მევასება აი კარგი ტიპია მოუწევს ყველა მაგის ინტერვიუ მაგ ნანახი როგორც მებრძოლი ფეხითაც თიშავს ხელითაც თიშავს ჭიდაობაზე ხო არაფერი არ მაქვს თქვენ რაღაცნაირი ნეგატივი მაგრამ აი ეს გარემოცვა და ეს რაღაც ნარატივი რაც იქიდან მოდიოდა და ეს რაღაცა განწყობა იყო სუპერ გამაღიზიანებელი და ამიტომ გამიხადა განსაკუთრებით მერაბის გამარჯვება და არა იმიტომ რომ ვიღაცების მიმართ ზიზღი მაქვს საერთოდ არა საერთოდ არ მინდა რომ ჩვენს მეზობლებთან ეგეთ დამოკიდებულება გქონდეს ეს წინარე ისტორია იმდენად დიდი როლი მიანიჭა ამ ბრძოლის შედეგს რომ როგორც გამარჯვება უფრო აი განსაკუთრებულად გაგვიხარდა ავიცი აქეთ საპირწონეთ დამარცხება ალბათ იმაზე უფრო მწარე იქნებოდა ვიდრე პირობითად რომ დამარცხებულიყო ომალისთან ეს იქნებოდა ძალიან ძიმე მარცხა მე მიმაჩნია რომ ყველაზე ძიმე მარცხი იქნებოდა ავიცი მე რაც სპორტს უყურებ ჩემთვის როგორც გულშემატკივრის ყველაზე ძიმე მარცხი იქნებოდა აი ნაკრების მაკედონია მე მახსოვს აი მაკედონია ხო ძალიან ძიმე მარცხი იყო კი მე მახსოვს თან მოკლედ, ნუ რა აზრი აქვს, სად ვიყავი იქ, მოედანი ხო არ დაუშვეს არავინ და მე ვიყავი მუშაობდი მაშინ და ანუ რაღაც 1-2 კვირა როგორც ადამიანი გამაფუჭა რა, აი რა ძალიან ცუდად ვიყავი და ეს აგრო დამარცხებულიყო მერაბი რაღაცნაირად არ ვიცი, კი უარესი დამემართებოდა მე მგონი და იცი რა არის ყველაზე მაგარი რომ მე ამა იცოდა იქ რომ აი ეგრე ვიყავით რა და ეს რომ მოახერხა არ ვიცი მართლა ის ხა წნეხი არის ეს ხო უდიდესი თან ვის მიმართ წნეხი როცა მოდის აი ზოგადად მაყურებლისგან სხვა რამეა და შენიანებისგან რომ მოდის ეს წნეხი აი იმედგაცრუების წნეხი არის ყველაზე რთული და ცუდათა სატანი წნეხი და აი რამდენადაც შეიძლება შენიანისგან мотиваცია იყოს ფაქტორი იმაზე უარესია როცა შენიანისგან წნეხს გსნობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ბრძოლაში ჩვენთან ხო და სამდე სტუმარი ყავდა და იქ ხო სტაფიც იყო რა გოგოებიც იყვნენ რაღაც აშკარად რომ თავიდან აი ვერც ხვდებოდნენ რა ხდებოდა და პროცესის დროს ისე ჩაერთდნენ რომ მერაბის გამარჯვება რო გამოცხადდა კადრები გვაქვს ამ ყველაფრის და ზოგადად რაღაცა სხვა ღრიალები იყო ღრიალის მეტი რა მისმენია ხო სტადიონ ერთი საშინაო თამაში არ მაქვს გაცდენილი ეროვნული ნაკრების ის რა ქვია ყველაფერი საერთოდ ნანახი მაქვს ქართულ სპორტის იქ ყოფილა რაღაცა სხვა ხმები ამომდიოდა მეც ბოლოს ცრებლებიც ვერ შევიკავე იმიტომ რომ თან რაღაცნაირი რაღაცა ბედნიერების ცრებლები იყო სტრესის აი ისე არ მინდოდა რომ წაეგო მერაბს რომ აი მეგონა რომ ხრიტავდნენ და გადაიფიქრეს თუ არ ვიცი აი რაღაც ეგეთი შეგრძნება მქონდა რა აი ძალიან უცნაური იყო და შევატყვე რომ თავიდან ხო ისე დავიწყეთ რა დილა იყო მძიმედ იქ პრო ჯამალაჰილი პროხაჩკა რაღაცა ვითომ რაღაც ბუდიალობდით და უცბად მერაბის დანახვაზე როტაში წამოვიდა და მე გამოსვლაზე და
არ ვიცი თარო ცდილობ რომ ხნედ იყო და ამ დროს ცოტა სუნთქვა გეკვრება ის თან აი 25 წუთი ილიას ჩხუბის დროს იცი რა 25 არ გაგზავნა რა სადღაც მოიხელთებს და ამიას ხმევინებს twins რაღაცაზე და აი ეს ჩხუბი რო გაგზავნა და ეს 25 წუთი აი 25 წუთი გონია რომ ზურგის ვარჯიში ვაკეთე 25 წუთი არ ვიტყუები ამას ვერ ვაკეთებ დაძაბულობისგან ტკივა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებლის უმრავლესობაც ზუსტად ასე განიცდიდა და ასე კომაკობდა მერაბს რა თან ეს ერთიანობის მომენტია ეს მე პირველად უყურე ქართულ საჩემპიონო ივენტს ისე ამდენ ადამიანთან ერთად და იმდენად მაგარია ფეხბურთი ახლა ფეხბურთს ყოველთვის ხშირად უყურე აი ამ MMA-ს იმიტომ რომ თითქოს რაღაცა დასაკარგი უფრო მეტი გაქვს თითქოს უფრო დაძაბული ხარ იქ 90 წუთი აი იცი რომ გაგრძელდება 90 წუთს აქ იმდენად ბრუტალურია ეს სპორტი რომ შეიძლება შემთხვევით რაღაცაც გაგარტყას და დამთავრდეს და სუნემსებზე ხარ და აი ამ სუნემსებზე ყოფნა ემოციურად ფიზიკურად გცლის თან რაღაც მომენტ აი ჩვენ პატარა გამარჯვებასაც როგორ აღნიშნავდით, აი კადრებში ჩანს, რომ ერთი გდება და ისე აღნიშნავდით თითქოს, ხო, გოლი იყო. აკრატევა გაეტანა. აი ემოციურად ხო გავიცვითეთ, მაგრამ აი ისეთი ემოციური მომენტი იყო ეს, რომ აი დარწმუნებული ვარ, რომ აი რომ დაბერდები და რაღაცა სპორტის რაღაცა მომენტი გინდა მოუყვე შვილიშვილს, გაგახსენდება ერთ-ერთ მომენტად ეს. ეხლა შეკითხვა მაქვს მაყურებელთან, ვინც ამ მომენტამდე მოვიდა. ალექსანდრეს უყუროთ ერთად თუ გსურთ რომ უყუროთ ერთად გვიან არის 5 საათზეა უბრალოდ დაკომენტარეთ უყუროთ და საკმარისი იქნება ვინც ამ ვიდეოს უყურებს პირველ რიგში გვინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო გამოიწეროთ ჩვენი არხი და გაუზიარეთ თუ არ დაგეზარებათ თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი უთხარით თქვენ მეგობარს ჰეი ჩემი მეგობარო აი ნახე რა კაი პოდკასტია არც ეგ არის პრობლემა და შეიძლება ალექსანდრეს ყურებას რაღაცა ფიდბექი გჭირდება თქვენგან და გითხარით თუ გინდა თუ ყუროთ ოღონდ პირობას გაძლევთ რომ ფასები გვექნება ისეთი როგორიც ადეკვატურია როცა სპორტის აქობალგოთ მიდიხარ და მოკლედ ერთი სიტყვით გეტყვით რომ იმის ნახევარი რაც წინაზე იყო ამის პირობას გაძლევთ მე შესაბამისად ვისაც გინდათ რომ კიდევ ერთხელ უყუროთ დაწერეთ უბრალოდ უყუროთ #უყუროთ არ უნდა უბრალოდ უყუროთ დაწერეთ დავშვიდობოთ სპონსორს მადლობა გადაუხადოთ Ford Dealer Auto Import-ი არის ჩვენს გვერდით და სწორედ მათ დახმარებით შეგვიძლია რომ აი ესეთი ივენთები ვაკეთოთ დიდი მადლობა მაყურებელს დიდი მადლობა სპონსორს გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის დროებით